დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, დიდი წარდგენა და უნდა ამოვიკითხო მერის საგანგებო სიტუაციების შინაური და გარეული ცხოველების კონტროლის და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ბატონი თემურ ფხალაძე. დილამშვიდობის ბატონო თემურ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ როგორ ხდება შინაური ცხოველების კონტროლი ჩვენს დედაქალაქში. ბუნებრივი აქცენტს დავაკეთებთ მაინც მაწანწალა ძაღლებზე, რითაც ფიქრობ რომ მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში არის შეწუხებული, მე პირადად ვარ ხოლმე შეწუხებული. თუ არსებობს თავშესაფარი მათთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ადრე ვთქვათ, როდესაც გვაწუხებდა ასეთი ძაღლები, მაწანწალა ძაღლებზეა საუბარი, ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ აი ვიძახებდით შესაბამის სამსახურს, ხდებოდა ამ ძაღლების დაძინება თუ მოკლედ ვანდალურ აქტებს. არა ადამიანურად ეპყრობოდნენ ძაღლებს. აი ახლა რა მდგომარეობა არის ამასთან დაკავშირებით? თუ არის სპეციალური თავშესაფარი, სადაც ხდება ძაღლების მოლაპატრონობა, მათი აცრა და ასე შემდეგ. მოგახსენეთ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ საგანგებო სიტუაციების აგენტოში ქალაქ თბილისის მერის 2012 წლიდან ჩამოყალიბდა ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მოსახლეობის დაცვას, აგრესიული და საშიში დაავადების მატარებელი ცხოველებისაგან, ასევე ცხოველების უფლებების დაცვას, მათი პოპულაციის მართვას და კონტროლს. ანუ გამრავლების შემცირებას, ასე ვთქვათ. ჩვენ სამსახურს აქვს ცხოველთა თავშესაფარი, სადაც ხდება სხვადასხვა манипуляციები, ასე ვთქვათ. ცხოველებს უტარდებათ ოპერაციები, ლაბორატორიული კვლევები და ასე შემდეგ. ნუ დავიწყოთ ახლა იმით, რომ საიდან ხდება თავშესაფარში ცხოველი. საინტერესოა, ხო, თქვათ მოქალაქე რეკავს. ჩვენ სამსახური 24 საათის განმავლობაში არის მობილიზებული, რომ დახმარება გაუწევს როგორც მოსახლეობას, ასევე ცხოველებს. მოსახლეობას იმ კუთხით, რომ იზოლირება მოხდეს ცხოველის, რომელიც საფრთხეს უქმნის, ცხოველებს იმ კუთხით, რომ თუ ცხოველი ანუ განსაცდელში ეს იქნება ავტოსაგზაო შემთხვევაში, ავარდნის ადგილზე და ასე შემდეგ, ცხოველის გადარჩენის სამაშველო ოპერაციებს ვაწარმოებთ. ასევე ყავს ქვეწარმავლების დამჭერი ჯგუფები, რომელიც მუშაობენ 24 საათის რეჟიმში ასევე. როდესაც ცხოველს იჭერს, ანუ ცხოველზე გასვლა, ასე ვთქვათ, მობილური ჯგუფის ხდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის მხრიდან შემოსული ზარის შედეგად. ანუ ისე უბრალოდ არ არის მანქანა და ესე არ იჭერს ცხოველებს. როდესაც შეაწყობს მოსახლეობას, გადის მობილური ჯგუფი, ადგილზე აფასებს ვითარებას, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული ცხოველი თავშესაფარში გადაყვანას. ხა არის სამწუხაროდ ბევრი შემთხვევა, როდესაც გამოძახება ხდება უმიზევს, ასე ვთქვათ, უბრალოდ მოსახლეობას, ანუ კონკრეტულ პირს არ შეამოვნებს ცხოველის არსებობა. ცხოველი არც აგრესიული, არც დაავადებებს ამენიშნებია და ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევით? ადგილზე ხდება ვითარების შესწავლა ცხოველთან, ანუ პირობითად ძაღლთან, ძაღლზე და კატაზეც არის გამოძახება სხვადასხვა ცხოველებს. კინოლოგი, ცხოველთა დამჭერი ჯგუფი მიდის, ცხოველს ამოწევს ადგილზე, მის აგრესიულობის დონეს, ავადმყოფობის ამონიშნები აქვს თუ არა აქვს და ექვემდებარება თუ დაჭერას და იზოლირებას. ხა ყველა ცხოველს ესე ვერ დავიჭერდ და თავშესაფარში ვერ მოთავსებთ, ხო? ეს რაღაც გათვლილია რაოდენობაზე, ხო? დაახლოებით 200 ძაღლზე თავშესაფარი გათვლილი. თუ ცხოველს აქვს აგრესიის ნიშნები და ან ავადმყოფობის ამ ვიზუალური მხარეატყობა, ხდება ცხოველის აყვანა აბსოლუტურად ჰუმანური მეთოდით. გადაყვანა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც პირველ რიგში ცხოველს უტარდება ლაბორატორიული კვლევა. ყველა სახის ლაბორატორიული ანალიზი ხდება კვლევა. მასთან მუშაობს კინოლოგი, ადგენს მის აგრესიულობის დონეს, ანუ ადეკვატურია თუ არა, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში ხوارალის აგრესიის ნიშნებს. იმ შემთხვევაში თუ ცხოველი არის ჯამთელი, ცხოველი თავშდება თავშესაფარში შეგეწოდებულ ვოლიერებში და ხდება მისი ოპერაცია, ანუ უტარდება ოპერაცია სქესის მიხედვით, სტერილიზაცია ან კასტრაცია. თუ სტერილიზაცია, ხوارს კასტრაცია. შემდეგ ეს ამ ცხოველს უკეთდება ყურზე ბირკა, შესაბამისი აღრიცხვა, რომელიც განმომრილია და რომელიც შესაბამის ბაზაში არის აღრიცხული და ცხოველი ბრუნდება პირვანდელ ადგილას. ან ხდება მისი მიკედლება. ნუ მიკედლებაში გულისხმობა, რომ კონკრეტული პიროვნება ამ პირთა ჯგუფი თუ აიღებს პასუხისმგებლობას, მის უბანში იქნება თუ კორპუსთან იქნება თუ ასე შემდეგ, რომ მიიკედლოს ძაღლი, ამაზე განახორციელოს შესაბამისი ზრუნვა პატრონობა. მაგაში გულისხმობა, რომ ანუ ვეტერინარული ზედამხედველობა წელიწადში ერთხელ როცა აცრა უწევს, ან თვითონ აცრა დაუკავშირენ ჩვენ დავაცრათ. ხა ეს ყველაფერი რატო ხდება? ცხოველს რატო უკეთდება ოპერაცია, რატო უკეთდება ბირკა და რატო უკეთდება ცოფზე ვაქცინაცია და ბრუნდება პირველ ადგილას. იმიტომ რომ ტერიტორიაზე პირობითად თუ არის, თქვათ 5 ცხოველი, 5 ძაღლი, 5-ი რო წამოვიყვანოთ და დავტოვოთ ცხოველის გარეშე გარკვეული ტერიტორია, ასე ვთქვათ, ხო?
იქ მაინც სხვა ზაღლი. იმიტომ აუთვისებელი ტერიტორია არ შეება ცხოველებს. იქ საინტერესოა. არ შეება აუთვისებელი და მოვა სხვა ზაღლი, რომელიც ისე უნდა ვიჭოთ, ისე უნდა წავიყვანოთ, მე კიდე სხვა ზაღლი მოვა და ასე შემდეგ. ის ზაღლი, რომელიც იქ ბუდობს, იქ ბინადრობს. კეთეთ მაგასაც ძალიან ბევრი მიზეზია ცხოველების გამრავლების ასე ვთქვათ. ის ზაღლი, რომელიც იქ გაიზარდა ან იქ ცხოვრობს ასე ვთქვათ, ხო? ის სხვას აღარ უშვებს იმ ტერიტორიას. ანუ მონიშნული აქვს ტერიტორია იქ არის. იმიტომ ვაბრუნებთ იქ, რომ ჯობია რომ იყოს კონტროლს დაქვემდებარებული ზაღლი. ვიცით რომ აღარ გამრავლდება. ვიცით რომ ცოფზე აცრილია, ვიცით რომ აგრესიის ნიშნები არ აქვს. ეხლა თავს ვერ დადებს, ეხლა ვიღაცამ თავს რაღაცა მაგას პასუხობს ვერ აუგებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აგრესიის ნიშნები არ აქვს. თავს კი რა ადამიანს ვერ ენდობია. ხო და ასე ვთქვათ, ჯობია რომ გასტერილებული ზაღლი, კონტროლს დაქვემდებარებული ზაღლი იყოს იმ ტერიტორიაზე, ვიდრე რაღაც ცხოველი მოვიდეს, რომელიც კითხვის ნიშნებს იქნება. გამრავლების სხვადასხვა გზები არსებობს. აი, რო დაასახელოთ ესე ვთქვათ. მე ვიცი რომ აი ხშირ შემთხვევაში უშვებენ ზაღლებს. ხო გაგიგიათ თქვენ. დიდი პრობლემაა, ეხლა გეტყვით, აი აღარ უნდა ზაღლი და გაუშვებს. აი ჩვენი სამსახური მიუხედავად იმისა, რომ რაც ეს სამსახური შეიქმნა 2012 წელს დასაწყისიდან, აი მართლა რადიკალურად შეიცვალა თბილისში ვითარება, როგორც მოსახლეობის დაცვის კუთხით, ასევე ცხოველების უფლების დაცვის კუთხით. მიუხედავად ამისა, არის რიგი პრობლემები, რომელიცაც აი სასწრაფოდ საჭიროებს გადაწყვეტა. პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა საჭირო. რითი ჩვენ ხელმძღვანელობთ, რა კანონიც არსებობს ცხოველის მოლაპარაკების შესახებ, არის ძალიან მწირი, მოუქნელი ასე ვთქვა და ვერ არეგულირებს დღევანდელ ვითარებას. მაგრამ პოზიტიური შედეგებიც გაქვთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს როგორც თქვით, ხო, 2012 წელს შეიქმნა ეს სამსახური და პოზიტიურად რადიკალურად შეიცვალა. და თქვენ სამსახურს ეხება ხო კატების მდგომარეობაც და მათი კონტროლი და მოულა. კატების არანაკლებ ზაღლებისაც კი. ზაღლი თქვა შეიძლება ხეზე ვერ ავიდეს და კატა უცებ შეიძლება აიხეთო და ჩამოგახტეს თავზე სოფიანი კატა. გლების მოგვარებას ანუ ეხლა არის შემოსულა ასეთი ზარები ვთქვათ მოსახლეობა. ახლა ძველი ბეძის ესეთი სოფელი დიდგორი და შემდეგ მოსახლეობა ძალიან აწუხებს გლების პრობლემა. შარშა მარტო თვარდები 40-მდე ზარად. თბილისში? თბილისს ეკუთვნის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. და შარშა შეუჭამეს 40-მდე ზაღლი და ერთი 30-35 სხვა არის ძროხა და ასე შემდეგ. და გარემოს დაცვის სამინისტრო მოგცა ნებართვა გლების ამოღების, ანუ მოკლის ასე ბუნებიდან ამოღების ნებართვა და ყავს მობილური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას ეხმარება. ბატონო სამთხოვთებს და ისე სოფის ნიშნები უფრო კატებში, ზაღლებში, რომელ ცხოველში არის ხოლმე უფრო ხშირად სოფი. თუ მასე არ არის სტატისტიკა ამის არ არის. გაყბენის ფაქტები ზაღლებიდან უფრო ხშირია და მიმართვაც თქვა მოსახლეობის ხმარება ზაღლი უფრო ყვეს, ახლა ნუ რა თქმა უნდა დაჭყობის ფაქტებიც აკატის, რა თქმა უნდა ზაღლში. ახლა მაგალითად 2012 წლიდან დღემდე დაფიქსირებული არის 34 შემთხვევა სოფლის თბილისში. დიახ. იმედია მოხდა ყველას ვაქცინაცია და ყველა გადაჭრა. ყალებში თქვა ჩემპიონები ვართ სოფლიოში, ასე თქვა ამ კუთხით და ამას ჭირდება აი რეგულირება და რეგულირება ჭირდება და იმიტომ ვიძახი აი საიდან მრავლდება ზაღლები და საიდან ხო ჩვენი სამსახური კი აკეთებს თქვა ოპერაციებს უკან დაბრუნებას, ანუ პოპულაციის კონტროლს ინარჩუნებს, მაგრამ ბევრი პრობლემებია. დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობის თვითონ უდიერი ხო, აი რა უნდა ვიცოდეთ ბატონო, ეს მინდოდა მეთხოვა, რომ აი თქვა მიმართო პირველ რიგში მოსახლეობას მინდა მიმართო, რომ თუ ნახავს ქუჩაში დაბირკულ ზაღს, ანუ შესაბამის აღნიშნულ რომელსაც აქვს ყურზე. უნდა იცოდეთ. ეს არ არის საშში არ არის, ეს ზაღლი აცრილია ცოფზე, ვაქცინირებულია, ჩატარებულო ოპერაციას ქეის მიხედვით, ანუ გამრავლებას აღარ ექვემდებარება. არ არის აგრესიული და ამნაირ ცხოველს ნუ დაარტყავენ, ნუ გააგდებენ და გამოძახებასაც ტყუილად უბრალოდ აღარ მინდა ცხოველი არის ხო? არ უნდა ცხოველის არსებობა არ შეამონებს. და ესე არ არის ხა ზამს გავწყვიტოთ კატამორვალდება, ვითხოვმრვალდება, სიტყვაზე ვიძახ. ამ ბუნებაში ხარ. გასაგებია. ყველაფერს თავისი კანონზომიერება რა თქმა უნდა ხო. და მეორეც ექსპრეს თვითონ სანიტარულ ნორმებს არ იცავენ. რესტორანი იქნება, სხვა ტრაფიკობის ობიექტი იქნება, უბრალოდ ნაგვის სურნები იქნება, ხო არ ხდება სწორი ექსპლუატაცია, არ აფარებენ თავს სურნებს, სიტყვაზე მოსახლეობამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ხო უნდათ თავს სულ არ დააფარებდა, შიკატა ჩაძრობა, ან ზაღლი საჭმელი და რომ მიხვა ნაგვის შესაგდებად, ხო? შეიძლება იმან თავდაცვის ინსტინქტის გიკვინოს ელემენტარად, ხო? თავზე ნაგავს დაადებს ზაღს, ხო? სიტყვაზე და ფიჭამს რაღაც. აი მოსახლეობასაც დიდი ყურადღება ჭირდება, რომ და მე კი მიგრაციის პრობლემა გვზანდი თბილისში. შემოგარენში ანალოგიური სამსახურები არ არსებობს.
და ხდება ცხოველების შემოდინება თბილისში. საკვები მეტი მოიპოვება, იქ ვერ ხდება ცხოველების კონტროლი და მართვა და შემოდის თბილისში. მოკლედ რასთავარი არსებობს ეს სამსახური და ნეურონულად არსებობს და ძალიან პერსპექტიული პროგრამა გვაქვს ჩვენ. რითიც დამუშავებულია ქალაქ თბილისის მერის ხარდაჭერა გვაქვს წარმატებებს და წარმატებებს გისურვებთ. ნამდვილად ესეთი საჭიროებო საკითხი არის. მადლობა. შევახსენოთ მაყურებელს მერიის საგანგებო სიტუაციების შინაური და გარეული ცხოველების კონტროლის და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი თემურ ფხალაძე საუბრობდა სტუდიაში.